აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღეს. საკუთარი არჩევანი ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუმბამაც დააფიქსირეს. არც ერთი მათგანი წინა საარჩევნო კამპანიის დროს არ მალავდა, რომ მხარს რუსეთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უჭერდა და მოსახლეობასაც პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართება. ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილია 30 საარჩევნო უბნის გახსნა. აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. პოზიცია და ოპოზიცია თან ხვდება იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლების მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში არაკანონიერია. ქართველი კანონმდებლები თვლიან, რომ ეს არჩევნების იმიტაციაა და ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი კრემლისთვის სასურველ შედეგებს დადებს. არ არის ეს კანონიერი. ამ ტერიტორიაზე კი რუსეთის მოქალაქეობის დამონდასტურებელი პასპორტი აქვს ადამიანთა დიდ რაოდენობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ეს პასპორტი ვერანაირ უპირატესობას ვერ უქმნის მათ თუნდაც ფსოუს ეგრეთ წოდებული საზღვარის გადაკვეთის პერიოდში. ასე რომ, როდესაც უკანონობა ხდება, ამის შეფასების სხვა არანაირი ფორმულირება არ არსებობს, თუ არა გარდა იმისა, რომ უკანონობაა რასაკვირველია საქართველოს ტერიტორიაზე ესეთი არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მე უბრალოდ არ მგონია, რომ შეიძლება იმასაც რუსეთში ხდება არჩევნები დავარქვათ, ეს უბრალოდ არ იქნება სერიოზული და რაღაცნაირად კარგიც არის, რომ აფხაზები დაინახავენ რა საგიჟეთში აპირებენ, რა საგიჟეთი ხდება მის მოკავშირეებთან, როცა თუნდაც წარმოუდგენიათ, დაწუნებულია ყველა საღაზო მოაზროვნე აფხაზს ხდება, რომ რუსეთთან არ შეიძლება მათ მომავალი იყოს და არაფერი კარგი რუსეთიდან არ მიიღებენ. აი გასაგებია ოკუპირებული ტერიტორია და რასაც უნდა იმას იზამენ რუსები საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც უფრო ახლოს დაინახავენ რუსეთის რეალობას, ის ხალხი, ვინც აფხაზეთში ახლა ცხოვრობს, მე მგონი კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, იდეა გაუჩნდება თუ მოსაზრება, რომ რუსეთს უნდა დაშორდნენ, რაც იდეას ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. აქტიურად ცდილობენ ოკუპანტები თავისი პასპორტის დანერგვას, ანუ თავისი მოქალაქეობის მინიჭებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ფლობს ამ რუსულ პასპორტებს და შესაბამისად იღებს რუსეთის არჩევნებში მონაწილეობას. ეხლა რაც შეეხება შედეგს, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ეს რაღაც კომუნისტური პერიოდის ციფრებს რაღაც 80-90-ს დაემთხეს. ეხლა ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია. იქ არ ამგონია არჩევნებზე იყოს ლაპარაკი, იქ არის ლაპარაკი არჩევნების იმიტაციაზე, ესე რომ რა თქმა უნდა თვითონ ის ხელისუფლება არალეგიტიმური ხელისუფლება, რომლებიც ადგილებზეა, თუნდაც ცხინვალის რეგიონში, თუნდაც აფხაზეთში, ლამაზად რო გამოჩნდეს ამ თავისი ოკუპანტების წინაშე, ვინაიდან ისინი მათ წარმოადგენენ, დაფინანსებას მათგან იღებენ, რა თქმა უნდა, უპატაკებენ ძალიან მაღალ შეუსაბამო პროცენტს.